მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედი სუფევა შენი, იყავ ნება შენი, ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. ური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადები ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებს თანამდებთა მათ ჩვენთან და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენია სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დადისა და წმინდისა სულისა, აქ და მარადის და უკუნითი უნისამდე. ამინ. მე ვარ გზა, მე ვარ ჭეშმარიტება და ცხოვრება, ბრძანებს უფალი ჩვენი და მაცხოვარი იესო ქრისტე. მე ვარ მწყემსი კეთილი, მე ვარ პური ცხოვრებისა, მე ვარ კარი, ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს ცხონდეს. მოვედით ჩემთა ყოველნი, მაშვრალი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენო თქვენ, რომელსან ნებავში მოდგომათ ჩემთა უარყვან, თავი თვისი და აღიხენ ჯვარი თვისი და შემომიდეგენ მე. ნუ შეწუწულდებიან გულნი თქვენი, გრწმენი ღმერთისა და გრწმენი ჩემ დამომართ, ამბობს ქრისტე. დედა ეკლესია მოგვიწოდებს, რწმენით, იმედითა და სიყვარულით შემოსილნი, ჭეშმარიტი მართლმადიდებული სარწმუნოებით განათლებული, მივყვეთ ეკლესიასა და საუკუნო ცხოვრებისაკენ, მიმავალ ერთადერთ გზას. ეს ქრისტეს ღვთაებრივი გზაა, გზა ხსნისა და მარადიული გადარჩენისა. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დღევანდელი ჩვენი გადაცემა წინა გამოსვლებისაგან განსხვავებით მინდა ოდნავ სახეშეცვლილი სახით შემოგთავაზოთ. მრავალს თქვენთაგანს ალბათ აინტერესებს ის საჭირობროტო კითხვები, რომლებზედაც აუცილებელი არის პასუხი გასცეს სასულიერო პირმა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ თუნდაც გამომდინარე იმ ათეისტური აწლეულების განმავლობაში ჩვენ არ გქონია ესეთი ხშირი ურთიერთობა ეკლესიასთან, სარწმუნოებასთან, თუნდაც სასულიერო პირთან, ნამდვილად ჩვენს ყოფით ცხოვრებაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში აუცილებლად დაგროვდებოდა ის საკითხები, კითხვები, რომლებზედაც აუცილებლად საჭირო არის პასუხის გაცემა. იმიტომ რომ ბევრი ესეთი საკითხი არის, რომლებსაც ან უგულებელს ყოფთ ჩვენი უცოდინარობის გამო, ან ზოგს კიდევ დამახინჯებულად ვასრულებთ. ამდენად მე მინდა რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემა ერთგვარი დიალოგის სახით წარმართო, მე მოვიძიე ის კითხვები, რომლებზედაც მოსახლეობას განსაკუთრებულად აინტერესებს პასუხის გაცემა და ალბათ ბევრ თქვენთაგანს დააინტერესებს. ამდენად მე დავსვამ კითხვას და თან ვეცდები რომ მოკლე და ასე რომ ვთქვათ მკაფიო პასუხი გავცე მასზე. ესეთ კითხვას სვამენ, როდი შეიძლება ნათლობა და რა არის საჭირო ამისათვის. მოგეხსენებათ, ნათლობა ეს არის ერთ-ერთი დიდი საიდუმლო და ამით იწყება ფაქტიურად ქრისტიანული ცხოვრების გზა თითოეული ადამიანისათვის. ადამიანი ვერ ჩაითვლება ქრისტიანად, ქრისტეს მიმდევრად, თუ კი იგი არ არის მონათლული მართლმადიდებლურ ეკლესიაში. როდი შეიძლება ნათლობა? ამისათვის ზუსტად განსაზღვრული დრო არ არსებობს. წლის, ესე იგი ნებისმიერ დღეს შეიძლება ადამიანი მოინათლოს. ამისათვის საჭირო არის ადამიანს ჰქონდეს რწმენა და სურვილი. აი ძირითადად ეს ორი რამ. ამავე დროს მან უნდა იცოდეს, ესე იგი, ვისაც სურვილი აქვს მონათლისა, თუ კი იგი დასრული არის, ესე იგი, სრულწლოვანი არის, უნდა იცოდეს ელემენტარული რამ, თუ რა არის სარწმუნოება, აი ვინ იყო ქრისტე დაუშვათ, რომელი ღმერთის წამს მას, ელემენტარულად პირვისწერა უნდა იცოდეს რწამსი მოსანათლმა ადამიანმა და მოკლე ლოცვა დაუშვათ მამაო ჩვენო. ერთ სიტყვით იგი ელემენტარულ საკითხებში მაინც უნდა იყოს გარკვეული, ისე რომ ბრმად არ მოინათლოს და ხშირ შემთხვევაში თუ კი აი დღევანდელობას გადავხედავთ, ესე ხდება ადამიანი მოდის, ითხოვს ნათლობას, მაგრამ მან მცირეოდენი, ესე იგი რამ ეკლესიური არ იცის. თუ კი ბავშვი არის, ესე იგი მოსანათლი, მაშინ მას თანაუცებლად უნდა ახდეს ნათლია, რომელსაც ესე იგი ევალება რომ ნათლობის შემდეგ ბავშვი აღზარდოს ეკლესიურად და სარწმუნოებით.
მონათლის დროს ეკლესიაში თან უნდა ვიქონიოთ აგრეთვე ჯვარი, რომელსაც მოძღვარი აკურთხებს და რომელიც თან უნდა ვატაროთ ცხოვრების განმავლობაში, უნდა ვიქონიოთ სანთელი, იქ ვიავანთებთ და აგრეთვე პირსახოცი ან რაიმე ისეთი ნაჭერი, რომელითაც ჩვენ გავიმშრალებთ, ესე იგი ნათლობის შემდგარ, როდესაც წყალს დაგვესხამენ. აი ეს მოკლედ ნათლობის შესახებ. რომელი დღეებია უქმე? გვეკითხებიან და რისი კეთება შეიძლება და რისი არა აი ამ დღეს. წელიწადის განმავლობაში არის ისეთი დღეები, რომლის დროსაც ადამიანს, ესე იგი, ეკრძალება რაიმე, ასე რომ ვთქვათ, ფიზიკური საქმის კეთება, ან სხვა რაიმეთი დაკავება, რომლებიც შეიძლება გადაიდოს და სხვა დღეს გაკეთდეს. აი უქმე დღეები არის დაუშვათ შვიდეულის კვირა დღე. კვირა დღე ჩვეულებრივ, როგორც იცით, ათმცნებაში ერთ-ერთი დღე, ну იქ შაბათი არის მოხსენებული, მაგრამ ქრისტეს აღდგომის საპატივცემულოდ ახალი აღთქმის კვირა დღე, ანუ ერთ შაბათი მიჩნეული არის უქმე დღეს. აი ამ დღეს ადამიანები უქმობენ და ეკლესიაში ესწრებიან საღვთისმსახურო, ესე იგი წირვას. აგრეთვე უქმე დღეები არის დიდი საუფლო დღესასწაულები, მაგალითად, აღდგომა, ხარება შეიძლება დავასახელოთ, შობა, გიორგობა და სხვა. სწორედ აი ამ დღესასწაულ დღეებში ჩვენ გვმართებს, რომ აი ეს დღე გავატაროთ წმინდად, როგორც წერია ათწნებაში და უფალს მიუძღვნათ იგი. თვითონ სიტყვა კვირა, აი კვირიოს, თვითონ საუფლო დღეს ნიშნავს, რომ თარგმნოთ ამდენად ჩვენ გვმართებს, რომ ჩვენი ასე რომ ვთქვათ, სიტყვიერი მსხვერპლი, ლოცვა, კეთილი საქმე ვაკეთოთ, მოწყალება გავცეთ აი ამ დღეს, წირვას დავესწროთ. ერთი სიტყვით თუ კი საქმე, ესე იგი, აუცილებლად არ არის შესასრულებელი და ჩვენი ასე რომ ვთქვათ, აი ამ საქმის მოსწენით რაიმე ტრაგიკული, დაუშვათ, ან ისეთი შემთხვევა არ მოხდება, მაშინ აუცილებლად ჩვენ, ესე იგი, გვმართებს, რომ ვიუქმოთ აი ამ დღეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ, ესე იგი, ვცოდავთ. ну, რა შეიძლება საპატიოდ ჩაითვალოს ახლა ესე რომ დავასვათ კითხვა, მაგალითად, სახარებაში უფალი ამბობს, რომ ну, იქ სჯულის მოძღვრებს არასწორად ესმოდათ მაშინ ებრაელებს, ურიებს აი ამ შაბათი დღის დაცვა. თუ კი ადამიანს დაუშვათ, იგივე სახარებიდან გამომდინარე პირუტყვი ყავს სახლში და მას აუცილებლად ჭირდება წყლის დალევა. მაშინ რა თქმა უნდა, ჩვენ აი ამ საქმეს შევასრულებთ და ამის შემდეგ ჩვენ ესე იგი დაუშვათ დავისვენებთ და უფალს მივუძღვნთ აი ამ დღეს. ასე რომ ისეთი საქმეები, რომლებიც ასე რომ ვთქვათ, ექვემდებარება გადადებას. გარკვეული ხნის განმავლობაში ტყუილი თითქოს ესე იგი ცოდვად არ მიმაჩნდა, გვეკითხებიან და ყველა ტყუილი თუ არის ცოდვაო. ну, ტყუილი, ასე რომ ვთქვათ, არის ერთგვარი შეფარული ცოდვა. მე ვიტყოდი და ამით ხშირად ბოროტი გვაცნობს ხოლმე. მე გეთანხმებით, რომ ბევრ ადამიანს ისეთ მძიმე ცოდვად არ მიაჩნია ტყუილი, მაგრამ შეიძლება კი პასუხოთ, რომ მცირე ტყუილითაც შეიძლება ადამიანი დიდ განსაცდელში ჩავაგდოთ. შეიძლება რაღაც გამოუსწორებელი შედეგი მოყვეს ერთ მცირე ტყუილსაც კი. ამდენად ეს ცოდვა არის. ну, რამდენად მძიმეა და რამდენად არა, ამას თვითონ, ასე რომ ვთქვათ, ის შედეგი გვიჩვენებს, თუ რამ მდგომარეობაში ვიტყვით ტყუილს. ტყუილი და სიცრუე საერთოდ და პირფერობა ადამიანში კლავს სიყვარულს. იგი გვაშორებს ჩვენ ღმერთთან, იგი ასე რომ ვთქვათ, გვარცხნევს ჩვენი მოყვასის წინაშე. აი რაოდენ ცუდი არის ადამიანი, რომელსაც ვერ ენდობი და იცი, რომ ის აუცილებლად მოგატყუებს. როდი შეიძლება დაუშვათ ტყუილი ვთქვათ? აი უკიდურეს შემთხვევაში, ძალიან უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც ჩვენ შეიძლება ჩვენი ტყუილით რაიმე დიდი განსაცდელისაგან ვიხსნათ ვინმე. დაუშვათ, აი მარტივად რო გავსაზღვროთ, აი ვინმეს მოსაკლავად მოსდევენ, შენ იცი ის სად დაიმალა და თუ კი მას მიუთითებ, რა თქმა უნდა, ეს ადამიანი ან დაიღუპება, ან რაღაც უბედური შემთხვევა, აი ამ შემთხვევაში, აი ესეთ შემთხვევაში, როდესაც რაიმე განსაცდელისაგან თავის არიდების მიზნით ჩვენ, ესე იგი, ვიტყვით ტყუილს. დაუშვათ, ადამიანი ძალიან უზომო მწუხარებაშია და ჩვენ მას ან მოეფერებით, ან დაუშვათ, ვანუგეშებთ ისეთი სიტყვით, რომელიც შეიძლება დაუშვათ სინათვილეს არ შეეფერებოდეს. აი ძალიან იშვიათ შემთხვევაში, ამავე დროს ძალიან თხილად უნდა ვიყოთ ასეთ განსაცდელში და ნამდვილად ჩვენი გულიდან გამომდინარე უნდა ხდებოდეს. აი უფალი ხედავს, რომ ჩვენ ნამდვილად არ გვინდოდა ტყუილის თქმა, მაგრამ აი ესეთ უკიდურეს მდგომარეობამ ჩვენ გაიძულა, რომ აი ესეთი სიტყვა გვეთქვას. გარდაიცვალა, ესე იგი მოუნათლავი ბავშვი, რა შეიძლება გავაკეთოთ მისი სულისათვის? ძალიან სამწუხარო არის, რომ ესეთ პატარა ასაკში ბავშვი გარდაიცვლება, მაგრამ აი ამ შემთხვევაში ცოდვა გადადის მშობელს.
ბავშვს თავისთავად თვითონ არ შეეძლო განეცხადებინა, ასე იგი, მონათლის სურვილი, ამიტომ მშობელს უნდა ეზრუნა მანამდე, ესე იგი, სანამ ცოცხალი იყო ბავშვი რომ მოინათლა. აი, ხშირად ხოლმე პატარა ბავშვები ცნეულდებიან და უკვე ამ დროს მშობელმა უნდა დააჩქაროს მისი მონათვლა. თუ კი უყურადღებად მოიქცევა, მაშინ სწორედ ცოდვა გადადის მშობელს. ესე იგი, მშობელი არის დამნაშავე, თუ კი ბავშვი გარდაიცვალა. ბავშვი თუნდაც უცოდველი არის, რა თქმა უნდა, მასზე გადადის ხოლო წინაპრის ცოდვები, მაგრამ მიუხედავად ამისა, რომ ერთგვარად პირდაპირ ბრალი მისი არ იყო, რომ ის მოუნათლავი დარჩა, მაინც ვერ ცხონდება. ესე იგი, ცათა სასუფეველს ბავშვი თუნდაც უცოდველი ერთი შეხედვით, ესე იგი, ვერ იხილავს. არც ისე დაიტანჯება, როგორც დასრული ადამიანი და შეგნებულად მცოდველი, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი მაინც ვერ მოხდება ცათა სასუფეველში. რა შეიძლება გავაკეთოთ? ლოცვაში მოხსენიება, ან წესის აგება, ან პანაშვიდის გადახდა მოუნათლავზე აბსოლუტურად დაუშვებელი არის. ამ შემთხვევაში შეიძლება რომ მოწყალება გავსეთ მისი სულისათვის და გონდეს იმედი კაცმოყარე ღვთისა, რომ აი ეს ბავშვი რაც შეიძლება ასე რომ ვთქვათ, ისეთ შეუწუხებელ, ასე რომ ვთქვათ, ადგილზე, უტანჯველ ადგილზე მოხდება იმ ქვეყნა. ჩვენ ვიცით, რომ მრავალი, ასე რომ ვთქვათ, ადგილი არის სავანეს, როგორც სასუფეველში, ისევე განსაზღვრული არის სხვადასხვა ადგილები, ასე რომ ვთქვათ, ჯოჯოხეთშიც ნამდვილად ჩვილ ესეთ ან მუცელში მოწყვეტილ ბავშვებზე განსაკუთრებული ადგილი არის, ასე რომ ვთქვათ, იმ ქვეყნად, სადაც ისინი იმყოფებიან. სურვილი მაქვს ვაკურთხებინო სახლი, როგორ მოვიქცე? ესეთი კითხვაც არსებობს. ძალიან კარგია პირველ რიგში რომ სურვილი გაქვთ აკურთხებინოთ სახლი. ეს თქვენი სურვილი არის, თქვენი არჩევანი არის, ამიტომ უნდა მოუწოდოთ სურვილი განუცხადოთ მართლმადიდებელ ღვთისმსახურს და ვთხოვოთ მას თავისუფალ დროს მივიწიოთ იგი ოჯახში და აქ იგი აკურთხებს სახლს. ამისათვის განსაკუთრებული არაფერი არის, ესე იგი საჭირო. კარგია თუ კი სახლში გვექნება ნაკურთხი წყალი, ცოტა ზეთიც იქნება ალბათ საჭირო და აი აქ ღვთისმსახური შეასრულებს კურთხევას. სახლში აუცილებლად უნდა გქონდეს ჩვენ წმინდა ხატები და აუცილებლად სახლი იკურთხება არა უბრალოდ დაუშვათ სხვისი ნიბაძვის გამო, ან არა იმის გამო, რომ დაუშვათ ის უბრალოდ კარგი არის სახლის კურთხევა და თითქოს ამით მარტო ოჯახი დაილოცება და ასე შემდეგ. არა, არამედ აი ამ ოჯახში სარწმუნოებით უნდა ცხოვრობდნენ. ეკლესიურად უნდა ცხოვრობდნენ. აი სწორედ მაშინ უფრო არის გამართლებული სახლის კურთხევა, თორე ცარიელი, ასე ვთქვათ, კედლების კურთხევას, თუ კი არასწორად ვიცხოვრებთ, ისე და ცოდვიან ცხოვრებას გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, აზრი არ ექნება. აი ამ სახლში კურთხევის შემდეგ მოევლინება ღვთისგან მფარველი ანგელოზი, რომელიც მათიცავს ყოველი ბოროტისაგან, ყოველი ეშმაკის სრახვისაგან. ნაკურთხ სახლში დაუშვებელია სიგარეტის, ესე იგი, მოწევა, დაუშვებელია ყოველგვარი ცოდვა, იქ ჩხუბი იქნება, გინება, ლოთობა და ერთი სიტყვით ყოველგვარი უმსგავსოება. გარდაიცვალა ადამიანი, როგორ უნდა დავასვენოთ, ან რა შეიძლება ჩავაყოლოთ და როდის უნდა დავკრძალოთ? თუ კი ადამიანი გარდაიცვალა, ესე იგი უნდა დავასვენოთ აღმოსავლეთის მხარეს მხედველი, ესე იგი მისი პირი რო იყურებოდეს აღმოსავლეთ მხარეს, ესე იგი საიდანაც მზე ამოდის, საიდანაც ესე იგი ეკლესიები, საკურთხეველი მდებარეობს ეკლესიისა. რა უნდა ჩავაყოლოთ? აბსოლუტურად აი ბევრმა იცის, უმთავრესად წინაპრებიდან თითქოს მომდინარეობს ეს დამახინჯებული ტრადიცია, რომ თითქოს იმ ნივთს აყოლებენ, რაც მას თითქოს უყვარდა, იქ ზედმეტი ნივთები არის, რაღაც აი ესეთი ზედმეტობა მიცვალებულთან დაკავშირებით არ არის. არაფრის მომცემია იქ ნივთების ჩაყოლება პირიქით. რაც უფრო თავისუფლად იქნება მიცვალებული ჩაასვენებელში, მით უფრო კარგი. მხოლოდ ერთადერთი რამ შეიძლება ჩავაყოლოთ მას ჯვარი, რომელიც ხელში შეიძლება მას დავაჭერინოთ, ნაკურთხი ჯვარი და აგრეთვე ჯვარი უნდა გქონდეს მას, ესე იგი კისერზე სამკერდე ჯვარი, რომელიც ესე იგი მონათულ ადამიანს თან უნდა ჩაყვეს იქ. ესე იგი, როდის უნდა დავგრძალოთ? კითხულობენ. აი 3-5 დღე, აი ესეთი ვარაუდით, როცა საშუალება იქნება. აი 5 დღეზე მეტი უკვე მიცვალებულის დაყოვნება ოჯახში არ არის აუცილებელი. თუ კი 3 დღეში დავგრძალოთ, მით უფრო კარგი მიცვალებულს აუგებ წელს, შემდეგ გავაპატიოსებთ როგორც წესია და ესე იგი ესე გავაცილებთ. არ მახსოვს მოვინათლე თუ არა. როგორ მოვიქცე?
ну ეს იშვიათი არის რომ ადამიანი მოხუცებული არის მოგეხსენებათ აი იმ დროს ესე თავისუფლად არ მოქმედებდა ეკლესიები და ამდენად ბევრი ადამიანი ან საერთოდ მოუნათლავი რჩება ან მონათლეს ბავშვობაში ისიც ფარულად მოგეხსენებათ და შემდეგ ესე იგი მოხუცებულებაში მას დაავიწყდა. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გამოვიკითხოთ ჩვენ თუ კი ვინმე დარჩა ჩვენი ახლობელი ამის მოწმე რომ ჩვენ ნამდვილად ესე იგი მონათლული ვართ. თუ კი აი ესეთი საბუთი არ გაგვაჩნია, მაშინ ესე იგი ვადებული ვართ რომ თუ კი სავარაუდოდ არის საქმე, ესე იგი მივაკითხოთ თვისახურს, აუხსნათ მდგომარეობა და შემდეგ ალბათ მოვინათლებით. ამავე დროს კარგად უნდა გამოვიკლიოთ, ვინაიდან მეორედ ნათლობა ყოვლა დაუშვებელია. აი ხშირად მოდიან და კითხულობენ რომ აი მე დავუშვათ ნათლია იქ, ნუ ან გარდაიცვალა, ან არ მოსწონს ამ შემთხვევაში და თავიდან ესე იგი ცდილობენ. თუ კი თვისახურს შევიყვანთ ესე იგი შეცდომაში და ვეტყვით რომ დავუშვათ არა ვართ მონათლული და ამ დროს მეორედ ვინათლებით, მაშინ მთელი ცოდვა და მე ვიტყოდი ძალიან მძიმე ცოდვაც აი გადადის აი ამ პიროვნებაზე. პირველი მეუღლე გარდამეცვალა, მეორეს დავშორდი, თუ შეიძლება კიდევ ვიქორწინო. ну საერთოდ კარგია თუ კი ადამიანი ერთხელ დაიწერს ჯვარს და შემდეგ ესე ერთხელ ჯვრისწერით სიცოცხლის ბოლომდე ესე იცხოვრებს. შესაძლებელია აგრეთვე ნუ ადამიანური სისუსტეების გამო არის ეს დაშვებული, რომ ადამიანმა მეორედაც დაიწეროს ჯვარი, თუ კი კიდევ რაღაც შემთხვევა მოხდა და კვლავ დაგვენგრა ეს ოჯახი, მაშინ უკიდურეს შემთხვევაში მესამედჯერაც არის დაშვებული ესე იგი ჯვრისწერა. ოღონდ უნდა მოგახსენოთ რომ პირველი ჯვრისწერის შემდეგ აუცილებლად უნდა გაუქმდეს აი ეს ჯვრისწერა, უნდა მოხდეს ჯვრისწერის გაუქმება. აი ამას აკეთებს ჯვრის ახსნა ქვია მისი მაღალყოლადო სამღვდელოებისა ურმნისა და რუისის მთავარეპისკოპოსი შესაბამისი წესით, რა თქმა უნდა. უკვე მეოთხედ ჯვრისწერა არ არის დაშვებული. კარგია დაუშვათ თუ კი ადამიანი ორჯერ იქორწინა და ამ შემთხვევაში ესე დარჩება, თუ კი ეს შესაძლებელია და რაიმე აუცილებელი გარემოება არ არსებობს, მთლიანად და აი მის ცხოვრებას უკვე დარჩენილს უფალს მიუძღვნის. თუ კი ამას ესე იგი შეძლებს აი ამ ჯვარის ტვირთვას. მეზობელი მყავს სექტანტი. რა ურთიერთობა შეიძლება მქონდეს მასთან? მოგეხსენებათ ეს ძალიან ისეთი ძიმესერი მე ვიტყოდი ჩვენი ერისათვის და დამღუპველით სექტანტობა ძალიან გავრცელდა აი ამ ბოლო პერიოდში და სექტანტები მომრავლდნენ ჩვენს ასე რომ ვთქვათ ახლო-მახლო ესენი დაუფარავად შედიან მე ვიტყოდი სხვადასხვა ოჯახებში ძალით ავრცელებენ ამ სარწმუნოებას და ამას ალბათ ძალიან დიდი ასე რომ ვთქვათ გამოხმაურება უნდა მოყვეს მთლიანად მთელი მოსახლეობა ეკლესიასთან ერთად უნდა შეერთდეს, უნდა გაერთიანდეს, ასე ვთქვათ, სექტანტების წინააღმდეგ საბრძოლველად. ну თუ კი მეზობელი ესეთი ყავს სექტანტი, რა შეიძლება ურთიერთობა ჰქონდეს? მე ვიტყოდი არანაირი ურთიერთობა. თუ კი ეს შესაძლებელი არის, რა თქმა უნდა მოვერიდოთ მაქსიმალურად. თუ კი ვამჩნევთ, რომ ჩვენი სიტყვით, ქადაგებით მას მოვაქცევ და მასში არის რაიმე ინტერესი, მაშინ კიდევ შესაძლებელია, ოღონდ ძალიან ფრთხილად რომ მასთან ვიქონიოთ ესეთი საუბრები, ახსნა განმარტებითი და იგი მოვაქციოთ მართალ სარწმუნოებაზე. ხოლო თუ კი ამას არანაირი ასე ვთქვათ აზრი არ აქვს და არანაირი შედეგი არ მოყვება, მაშინ აი ამ მეზობელთან ვიტყოდი არანაირი ისეთი ურთიერთობა ახლო და მჭიდრო არ უნდა გქონდეს. არც ოჯახებით ისეთი ურთიერთობა, მხოლოდ ერთადერთი როგორც აი ადამიანთან თუ კი მას გაუჭირდება და იგი ითხოვს ან წყალს, ან შველას გაჭირებაში, მაშინ როგორც ადამიანთან და ღვთისმგებელთან, ესე იგი მას დავეხმარებით და გაჭირების ესე იგი ხელს გავუწვით. ხოლო და ესეთი მინიმალური ურთიერთობა. ვიცავდი მარხვას, თუმცა დაავადდი. ექიმი მირჩევს აუცილებლად მივიღო რძის ნაწარმი. როგორ მოვიქცე? ფიზიკური სისუსტის გამო შესაძლებელია რომ მოძღვარმა ესე იგი მარხვა შეუმსუბუქოს ადამიანს. ამისათვის ჩვენ უპირველეს ყოვლისა უნდა გვყავდეს სულიერი მოძღვარი და მოძღვარს უნდა აუხსნათ მდგომარეობა. რამდენად ესე იგი მძიმე არის ჩვენი მდგომარეობა და რამდენად მოითხოვს იგი არასამარხო პროდუქტების მიღებას. აი ამ შემთხვევაში ლოცვა-კურთხებით შეიძლება რომ ჩვენ მივიღოთ სხვა პროდუქტები, ამ შემთხვევაში მარხვა დარღვევად არ ჩაითვლება. შემდეგ როცა გამოვკეთები და როცა ჩემთელობა ხელს შეგვიწყობს, მაშინ დავიცავთ სრულ მარხვას. ასე რომ აი ესეთი გამონაკლისების დაშვება სრულიად შესაძლებელი არის ჩვენი ფიზიკური სისუსტეების გათვალისწინებით და ეს ცოდვა არ ჩაითვლება.
შემდეგი კითხვა. სახარებაში ვკითხულობ, მდიდარი ძნელად შევაუცათა სასופევეში. ნუ თუ ფული და სიმდრე ცოდვაა. მართლაც აი ამას სწორი გაგება ჭირდება, რამდენად ცოდვა არის და როდის იქნება ცოდვა, ფული და სიმდიდრე. ცოდვა არის უშუალოდ არა ფული, არა ქონება, არამედ ქონების მოყარეობა. ვერცხლის მოყარეობა, აი ამის ტრფიალს გვიკრძალავს ჩვენ უფალი და არა სიმდიდრეს, როგორც მატერიალურ, ასე რომ ვთქვათ, ნივთს. აი ფული გვჭირდება ჩვენ ადამიანებს იმისათვის, რომ ყოველდღიური ცხოვრება, ყოფიერება, ესე იგი მოითხოვს მის საჭიროებას, რომ ჩვენ ფიზიკურად ვიარსებოთ. აი მხოლოდ აი ესეთი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ ჩვენ ფულსა და სიმდრეს. თორემ თუ კი ჩვენ ის გვიყვარს, თუ კი ჩვენი მთელი, ასე რომ ვთქვათ, სურვილები, აზრები, მთელი გული სწორედ აი ამაზე არის დამყარებული, როგორც სახარებაში წერია, სადაც არ საუნჯე შენი მუნცა იყოს გული შენი. სწორედ აი იმ ფულში და აი მატერიალურ სიმდრეში არ უნდა იყოს ჩვენი გული ჩადებული, არ უნდა ვიყოთ მასზე მიჯაჭვული. სწორედ აი ამას გვიგრძალავს უფალი, ფულის სიყვარულს და არა ფულის ქონებას. აი შეიძლება ადამიანი იყოს ძალიან მდიდარი, მაგრამ აბსოლუტურად არ იყოს ვერცხლის მოყვარი, არ იყოს ფულის მოყვარი და მას ეს ცოდვა და არ ჩაეთვალოს. ამავე დროს ადამიანი შეიძლება იყოს ძალიან ხარიბი, მაგრამ ამავე დროს ძალიან მომხვეჭელი და ძალიან, ესე იგი, სიმდრის მოყვარი. სწორედ აი ეს მეორე ადამიანი მეორე შემთხვევაში უფრო სცოდავს. თუ კი ჩვენ გვაქვს სიმდრე, მაშინ ეს ღვთისწყალობა არის, უფალს მადლობა უნდა შევწირო და აი ამის საპასუხოდ დაუშურულად უნდა გავცეთ მოწყალება. გაჭირვებულებს, ხარიბებს თავეხმაროთ. აი ამ შემთხვევაში იქნება გამართლებული ჩვენი სიმდიდრე. ერთი სიტყვით, ესე იგი, თავისთავად ფული არ არის ცოდვა, ან სიმდრე, არამედ ფულის მოყარეობა არის ცოდვა. საკვები კი არ არის საკვების ჭამა, ცოდვა, არამედ საკვების მოყარეობა და მაძღრივ ჭამა. აი შეიძლება ცოდვა ჩაითვალოს. საშუალება მქონდა მენახა კათოლიკური, პროტესტანტული და სხვა უცხო სარწმუნოების ეკლესიები. არა რწმენის, არამედ უბრალო ინტერესის მონახულების გამო თუ შემეძლო შიგ შესვლა. აი ამას გვეკითხებიან. არა, არავითარ შემთხვევაში მე ვფიქრობ დაუშვებელი არის სხვა სარწმუნოების, ასე რომ ვთქვათ, ეკლესიებში შესვლა. ეს იქნება ერთგვარი ცნობის მოყარეობა ჩვენი და ეს ცოდვა არის ცნობის მოყარეობა, იმიტომ რომ არანაირი, ასე ვთქვათ, სულიერი სარგებლობა აი ამას არ მოაქვს. რომ ჩვენ იმ ეკლესიაში შევიდეთ და მოვინახულოთ და დავათვალიეროთ ამ თუნდაც როგორც აი მუზეუმი და სანახაობა. უნდა მოვერიდოთ მაინც, იმიტომ რომ ყოველი ესეთი სახლი მივიტყოდი მაინც ბროტის, ასე რომ ვთქვათ, ეშმაკის ბუდი არის, იქ არანაირი მადლი არ სუფევს და ამიტომ ყოველნაირად უნდა, ასე იგი, მოვერიდოთ, რომ ცნობის მოყარეობით არ ვწოდოთ. ქრისტეს მეორედ მოსვლის სხვადასხვა თარიღს ასახელებენ, რომელია სწორი. არც ერთი არ არის სწორი. სახარებაში გარკვეულად ამბობს უფალი, რომ ამ დროისა და ჟამის შესახებ არავინ არ იცის და არც არის, ესე იგი, ცოდნა, არც მოციქულებს გაუხილათ მოგეხსენებათ ქრისტემ, როდესაც მოციქულები ეკითხებოდნენ, რომ გაგვიმხილეო, შენ როდის, ესე იგი, მოხვალ მეორედ დედამიწის განსაჩელად. ეს აუცილებლად უნდა მოხდეს. აი ზოგიერთი ურწმუნო ამბობს, რომ ეს თითქოს შეთხზული არის, ტყუილი არის, მაგრამ ჩვენ მორწმუნეებს გვჯერა, რომ უფალი აუცილებლად უნდა მოვიდეს, როგორც სახარებაში წერია, ქვეყნის განსასჯელად და აი ეს ხილული წუთისოფელი უნდა დასრულდეს, ბოლო ექნება. მაგრამ დროის შესახებ მაცხოვარი აი ამის გამოძიებას და დასახელებას კატეგორიულად გვიგრძალავს. ზოგიერთი სექტის მიმდევარი და არაერთი, ესე იგი, არაერთ თარიღს ასახელებენ, რომ თითქოს აი ამ წელს უნდა მომხდარიყო ქრისტეს მეორედ მოსვლა, თითქოს აი გვარი თარიღს 2000 წელსაც უკავშირებენ, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ მათი, ასე რომ ვთქვათ, ეს წინასწარმეტყველებები და პროგნოზები აბსოლუტური კრახით დასრულდა. ასე რომ ჩვენი, ასე რომ ვთქვათ, საქმე არ არის. ჩვენი მიზანი რომ აი ეს თარიღი ამოვიცნოთ და დავადგინოთ. არა, პირიქით ჩვენთვის მე ვიტყოდი უფრო კარგი არის ადამიანებისათვის, რომ აი ეს დრო არ ვიცით. ესე იგი ეს გვაიძულებს, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვიყოთ უფალთან შესახვედრად. მზად ვიყოთ მეორედ მოსვლისათვის, მზად ვიყოთ იმისათვის, რომ ჩვენი სული წარდგეს ქრისტეს სამჯეროს წინაშე და იქ ჩვენი წოდებისა და ჩვენი სიკეთის გამო, ესე იგი, განვირჩებითა და ამის მიხედვით შემდეგ საიქიო ცხოვრება მოგვეწყდება. ცოდვა თუ არა ცხოველის, ესე იგი, მოკლა. ამ შემთხვევაში შეიძლება აი ერთგვარად ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ შეიძლება გაეცეს.
ისეთი ცხოველის მოკლა შეიძლება მიზანშეწონილად ჩაითვალოს, რომელიც ალბათ სიანს გვაყენებს. აი დავუშვათ ოჯახში შეიძლება იყოს თაგვი, მავნებელი, რომელიც ჩვენ ესე იგი სიანს გვაყენებს. ამ შემთხვევაში, თავის დასაცავად იქივე, ესე იგი ალბათ მოუკლავთ და ან დავუშვათ თუ კი პირუტყვი ყავს სახში საქონელი, ამ შემთხვევაშიც ეს სახმარის გამო ჩვენ საარსებოდ გვეძლება და უფალმაც ნამდვილად ადამიანები ესე იგი სამყაროს გვირგვინად შექმნა და ყველა სხვა პირუტყვები იქნება და მცენარეები ჩვენ საარსებოდ, ჩვენ ხელქვეით შექმნა. ასე რომ თუ კი საარსებო აუცილებლობა მოითხოვს, მაშინ ეს ცოდვად არ ითვლება, ხოლო თუ კი დავუშვათ ისე გართობის მიზნით ან რაღაც ესე იგი ტრფიალის გამო ცხოველს კლავ და ვასახიჩრეთ და ვაწვალებთ ერთ სიტყვით, რა თქმა უნდა, ეს ცოდვად ჩაითვლება. როდის უნდა ვეზიაროთ? უფრო ხშირად თუ უფრო იშვიათად? მე ვიტყოდი, რომ არც ერთი არ იქნება მარგებელი, ან ხშირად ზიარება, ან იშვიათად, თუ კი ჩვენ ესე იგი არაღირსად ვეზიარებით. ერთი სიტყვით, აი ეს ზიარება ჩვენ პირიქით მადლად კი არა, არამედ ცოდვად გვექცევა. ასე რომ აი ამ კითხვის დასმა ამ სახით ერთგვარად გაუმართლებელი არის. ადამიანი უფრო უკეთესია რომ ერთხელ ეზიაროს და ღირსეულად. აი ხშირად ხოლმე აი თითქოს თავს უღირსად გრძნობენ, ადამიანი კარგია თუ კი ეს ცნობა გააჩნია ადამიანს, მაგრამ აი ამის გამო ამბობს რომ მე აი ღირსი არა ვარ ზიარებისა და თავს განირიდებს აი ამ დიდი მადლისაგან და წელიწადში ერთხელ ეზიარება ან კიდევ უფრო იშვიათად. ეს არასწორი არის ესეთი მიდგომა. ამით ჩვენ აი ამ დიდ მადლს ვაკლდებით ერთი სიტყვით. მეორე მხრივ ადამიანი ხშირად ითხოვს ზიარებას, რომ აი ეს რაღაც შეჩვეული არის ამასთან და აუცილებლად მიაჩნია რომ ყოველ კვირა ეზიაროს და ეს ერთგვარ ჩვევათა გადაქცეული და გაუბრალოება ხდება აი ამ დიდი სიწმინდის. აი ჩვენ ერთგვარად ზომიერი ასე ვთქვათ აქედან გზა უნდა ავირჩიოთ საერთოდ სულიერ ცხოვრებაშიც. ეს ყველაფერი ზიარება უნდა მოხდეს რა თქმა უნდა სულიერი მოსკრის ლოცვა-კურთხევით. მე ვიტყოდი რომ უფრო ხშირი ზიარება გამართლებული არის აი მარხვების განმავლობაში, დიდი მარხვები როცა არის 4 თქვენი წლის განმავლობაში, ხოლო სხვა დღეებში დავუშვათ საუფლო დღესასწაულებში, ან ანგელოზის დღე შეიძლება, ან დაბადების დღეს ეზიაროს, აი ისეთ მნიშვნელოვან დღეებში. როგორც უნდა ვეზიაროთ შიშით, კრძალვითა და აი დიდი ასე ვთქვათ სიწმინდით. აი მაშინ იქნება მარგებელი ჩვენი სულისათვის. ცხოვრობ ეკლესიურად, თუმცა არ ვყავს სულიერი მოძღვარი. აუცილებელია თუ არა იგი? რა თქმა უნდა აუცილებელი არის. თუ კი სულიერი მოძღვარი არ ყავს, მე თქვენ უფრო მეც გეტყვით, მაშინ ეკლესიურადაც არ ცხოვრობთ ფაქტიურად. ის თქვენი მართვა იქნება ეკლესიაში სიარული თუ დავუშვათ ლოცვა ნაყოფს ვერ მოიტანს. არასწორად წარმართავ თქვენ სულიერ ცხოვრებას და აუცილებლად ესე იგი ან დაიბნევით ან არასწორი ასე რომ თქვათ გზას დაადგებით ერთი სიტყვით ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ადვილად დაგვიგოს ბოროტმა მახ. ესე იგი ეშმაკმა ადვილად გვაცდუნოს თითქოს ჩვენ ჩაგვაგონეს ბოროტი ძალა რომ აი რა საჭირო არის მოძღვარი შეიძლება ცოდვები შენს აღიარო ეკლესია თითქოს შენთვის ან შენ შეიძლება მარხვა დაეცვა შენი შეხედულების ამერიფის სახარება წაიგითხო შენებურად განმარტო წმინდა წელი და ასე შემდეგ არა ამ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად დავიბნევით ისევე როგორც უმწყემსო მცხვარი ასე რომ თქვა დაიბნევა და ის გლის ლუკმა გახდება ასევე ჩვენ წყემსები სულიერი მოძღვრები სწორედ ამისთვის ვართ მოწოდებული რომ ადამიანებს სულიერ ცხოვრებაში უწინააღმდეგოთ. აი ხშირად ხოლმე ადამიანი ამ შემთხვევაში სწორ ასე იგი სულიერ გზას, აი ზომიერ სამეუფო გზას მე ვიტყოდი ცდება და შე შემთხვევაში ან აი ხიბლში ვარდება, მე ვიტყოდი ან სულიერ ექსტაზში რაღაც და შემდეგ არასწორი შეხედულებები უყალიბდება საერთოდ სარწმუნოებაზე, ეკლესიაზე, ეს ადამიანი იბნება ან პირიქით თავს წარკვეთილებაში ვარდება, ან რაღაც დიდი წარმოდგენა ექნება საკუთარ თავზე, ერთი სიტყვით ძალიან სახიფათო არის და აუცილებელია რომ ჩვენ სულიერი მოძღვრის ლოცვა კურთხევით ყოველ ასე რომ ვთქვათ დღე ყოველ სულიერ საკითხს მასთან ესე იგი ვათანხმებ და მისი ლოცვა კურთხევით ასე იგი წარმართავდა ჩვენ ცხოვრებას. აი ადამიანი თუ კი მორჩილებით ცხოვრობს, სულიერი ბაბის მორჩილებით, მაშინ მას ბოროტი ვერ აცდუნებს. ვინაიდან იგი ლოცვა კურთხევით აკეთებს ყველაფერს და ეს ლოცვა კურთხევა მას იფარავს. აი იმ განსაცდელისაგან ხშირად ხოლმე აი
ერთ შემთხვევას გავუსვამ ხას თითქოს აი ბოროტი ესე შთაგვაგონებს. დავუშვათ გვინდა აი მე კეთილი საქმის გაკეთება სამე წასვლა. აი ხშირად ხოლმე მოგდის აზრი, აი ეს რო ვკითხო სულიერ მოძღვარს ასაჭიროა. იგი მაინც დაგთანხმდება, ხო ცოდვას არ ვაკეთებ, მაგრამ მიუხედავად ამისა, უფრო უკეთესი იქნება თუ კი თქვენ ლოცვა კურთხებით დავუშვათ გააკეთებ, წამოიწყებთ რაიმე საქმეს, ან სადმე წახვალთ, დასასვენებლად ან იმოგზაურებთ და ასე შემდეგ. აი ამ შემთხვევაში უფრო კარგად წარგემართებათ. აი ესეთი თქვენ ამას საკუთარ თავზე გამოსით და შეადარებთ შემდეგ აი ლოცვა კურთხევით გაკეთებულ საქმეს და შემდეგ კურთხევის გარეშე. სად და როგორ განვალაგო სახში ხატები? ერთი სიტყვით არ ვამბობ იმაზე, რომ აუცილებელი არის სახში ხატების, ასე რომ ვთქვათ, ქონა, სახში აუცილებლად უნდა გქონდეს ნაკურთხი ხატები, უფრო მადლი არის აი ამ ხატებთან ჩვენ ყოველდღიურად უნდა აღვავლენდეთ დილ და საღამოს ლოცვებს. ხატები უნდა განვალაგოთ აღმოსავლეთის მხარეს. ამისათვის უნდა შევარჩიოთ ჩვენ მყუდრო ოთახი, ესე იგი, სადაც ჩვენ შევძლებთ რომ შვიდად ვილოცოთ. აი, სადაც უფრო ხშირად არ იკრიბებიან ან ტელევიზორს სადაც არ ადგას რომ ხმაური არ იყოს. გაუმართლებელი აგრეთვე ხატები იყოს იმ ოთახში, სადაც ესე იგი ცოლ-ქმარი ძინავს, რომ რაც შეიძლება წმინდა და მყუდრო კუთხე აღმოაჩიოთ ერთი სიტყვით ჩვენ სახში. შემდეგ აი ეს ხატები შეიძლება ან თაროზე განვალაგოთ, ან კედელზე ჩამოვკიდოთ. აი ამ განლაგებაც ერთგვარად იერარქიულად უნდა მოხდეს, ჯერ სამების ხატი, ქრისტეს ხატი, შემდეგ ღვთისმშობლის ხატი უნდა გქონდეს, თან ჯვარი უნდა გქონდეს, ანგელოზთა ხატები, ესე იერარქიულად შემდეგ ჩვენი მფარველი წმინდანის უნდა გქონდეს ხატი. ჩვენი განმანათლებლის წმინდა ნინოს, წმინდა გიორგის, წმინდა ნიკოლოზის, აი ეს მთავარი და შემდეგ სხვა ნებისმიერი წმინდანის ხატი, რომელთანაც ჩვენ სანთელს ავანთებთ, იქ საკმეულს ვაკმევთ, გვექნება თან ნაკურთხი წყალი და ჩვენი მყუდრო და წმინდა კუთხე გვექნება სახში. ჩვენ სოფელში გიორგობას ვიხდით, დღეობას ესე გვეკითხებიან, ჩვეულებრივ პურის ჭამითა და ზეებით აღნიშნავთ. აი ამ დღეობას არის ძველი ეკლესია, რომელიც ამჟამად არ მოქმედებს, დაზიანებულია. როგორ მოიქცეთ, რომ სწორად აღნიშნოთ აი ეს დღესასწაული? მართლაც აი ესეთი შემთხვევები ჩვენს რაიონში კონკრეტულად ხშირად არსებობს, რომ ჩვენ აღნიშნავთ რაღაც დღესასწაულებს, აღნიშნავთ დღეობებს, ხშირად ამას უკავშირებთ რაიმე საეკლესიო დღესასწაულს, თან აი ამ დღესასწაულის მნიშვნელობაც არ ვიცით. ან საერთოდ არანაირ საეკლესიო დღესასწაულს არ ემთხვეოდა, აი რაღაც ტრადიციული, ასე რომ ვთქვათ, გადმონაშთით რაღაც დღეარი დათქმული და იქ სტუმრები გვესტუმრებიან და ხდება ცხვრის დაკლა, ხდება რაღაც დღეობები. ერთი სიტყვით აი ამ ზეიმებს, საერთოდ დღესასწაულებს ძალიან, ასე რომ ვთქვათ, ჭირდება გამოსწორება, მე ვიტყოდი და სულიერი სახის მიცემა. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში დავუშვათ ამ შემთხვევაში გიორგობაზე იყო აქ საუბარი. არ ვიცით ჩვენ ვინ არის წმინდა გიორგი. აი ძალიან დიდი, ასე რომ ვთქვათ, რწმენა არსებობს ჩვენში ქართველებში ვიდანიდან წმინდა გიორგის ეკლესიები მრავალი არის, ძალიან დიდ ფარულად მიგვაჩნია, მაგრამ სირცხვილა უბედურება ის არის, რომ რო კითხო ადამიანს, აი ვინ იყო წმინდა გიორგი, რა გააკეთა მან, რისთვის ვცემ ჩვენ მას პატივს. აი ეს არის უბრალოდ სადღეგრძელოებით შემოიფარგლება და შემდეგ ან სხვა შესწირავენ აი ეს. პირიქით, ამით ჩვენ კი არ ვცემთ და მივაგებთ პატივს აი ამ წმინდას, არამედ პირიქით. აი ამ ლოთობით, შემდეგ იქ უმსგავსოებით, ზოგჯერ ჩხუბი ხდება, უსიამოვნებები და ასე შემდეგ და გინებით შეურაცხყოფთ აი ამ წმინდანის სახეს. მე კონკრეტულად არავის არ ვამტყუნებ, ესე იგი ბრალს არ ვდებ. რა თქმა უნდა, ჩვენი ბრალია ისევ, მაგრამ მე ვიტყოდი სწორედ აი იმ პერიოდმა, ათეისტურმა წყობამ, რომ მაშინ არ იყო ასე რომ ვთქვათ, ხელმისაწვდომის რელიგიური სარწმუნოებრივი სწავლება არ მოქმედებდა ეკლესიები და ხალხმა სწორედ აი ამ დონეზე გარეგნული სახით შემოინახა ეს დღესასწაულები და ამდენად ინერციით დღევანდელ დღეს გრძელდება. არა, ჩვენ უნდა ასე რომ ვთქვათ მივეჩვიოთ ეკლესიურ ცხოვრებას. აი ამ სოფელში, როგორც აი ამ კითხვის ავტორი სვამს, ყოფილა თურმე ეკლესია, ალბათ წმინდა გიორგის სახელზე და აი ამ დღეს აღნიშნავდნენ სოფელში დღეობას, აუცილებლად აი ეს ეკლესია უნდა აღადგინოს სოფელმა.
უნდა აღადგინო, შემდეგ იკურთხება ეს ეკლესია, აქ შედგება წირვა, გიორგობა დღეს დაიშნება ღვთისმსახური და თანდათანობით გავიგებთ აი ამ მნიშვნელობას. აი შეიძლება ადამიანმა, რა თქმა უნდა, სუფრაზე პურის ჭამის დროსაც ასე ვთქვათ ადიდოს უფალი, მაგრამ ეს არის ძალიან ასე ვთქვათ მეორე ხარისხოვანი. მეორე სახა, აი მთავარს, იმ სულიერს ეკლესიაში არ ვადიდებთ ღმერთს და სუფრაზე უკვე შემდეგ აი ძალიან დიდი ქრისტიანებად მოგვაქვს თავი. შეიძლება ადამიანმა გაიხსნილოს დაუშვათ აღდგომას წირვის, შემდეგ ამ შობას, შემდეგ ერთად აღნიშნონ რომელიმე დღესასწაულს მიუძღვნან ერთი სიტყვი და აზრი ქონდეს, გამართლება ქონდეს, ასე ვთქვათ, სულიერი, ესე ვთქვათ, სახე ქონდეს აი ამ დღეობის აღნიშვნას. აი ეს მთავარი გვაქვს დაკარგული და მეორეს კიდევ ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ინტერესით და დიდი ზეიმით აღნიშნავთ. ასე რომ ისე არ გაიგო თითქოს მე უარყოფთ აი ამ ტრადიციას, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რომ როგორ მივაგოთ პატივი, როგორ აღნიშნოთ სწორად აი ეს დღესასწაული. უნდა დავესწროთ აუცილებლად წირვას, იქ ვილოცოთ, იქ ვადიდოთ უფალი და შემდეგ შეიძლება რომ აი ეს დღესასწაული მოკრძალებული, ასე რომ ვთქვათ, ზეიმითა და მოკრძალებული პურის ჭამითაც აღნიშნოს. შეიძლება თუ არა ჯვარდაუწერელთა ზიარებაო. ესე იგი, ჯვარდაუწერელი ცხოვრება საერთოდ არის ცოდვა. ესე იგი, აი ეს ცოლქმარი, როგორც არ უნდა გავიგოთ, ვთქვათ, დავარქოთ, არის უკანონო. ესე იგი, ღვთის კურთხევა არ არის აი ამ მეუღლეებზე და ამდენად ერთგვარად თითქოს ისინი ღვთისგან მალულად მე ვიტყოდი ღვთისნების გარეშე ერთად ცხოვრობენ. შეიძლება მათ ძალიან დიდი სიყვარული ჰქონდეთ ერთმანეთისა, ძალიან ბევრი შვილები ჰქონდეთ, კარგი ოჯახი, მაგრამ აუცილებელია რომ ეს ოჯახი ღვთისგან დალოცული იყოს. კიდევ და კიდევ აი იმ პერიოდს ვითვალისწინებ ჩვენ და ბევრი არის ახლა ისეთი რომ ერთად ცხოვრობენ, მაგრამ ჯვარი არ დაწელი. აუცილებლად ჯვარი უნდა დაიწერო. მიუხედავად ასაკისა, მიუხედავად იმისა თუ რა დრო არის გასული ადამიანებმა. ხშირად ხდება ისე რომ დავუშვათ მეუღლე ცოლი ცხოვრობს ეკლესიურად, ქალი ან მამაკაცი კიდევ პირიქით წინააღმდეგია ჯვრის წერილზე. საერთოდ ჯვარდაუწერელი ზიარება როგორც ცოდვაში მყოფი ადამიანების არ არის გამართლებული. აუცილებლად ჯვარდაწერილები უნდა იყვნენ. მაგრამ თუ კი ესეთი წინააღმდეგობა არის ოჯახში, ქმარი არ თანხდება ჯვრის წერაზე რაღაც ურწმუნოების გამო მოგეხსენებათ, მაშინ ეკლესიამ ესეთი დაშვება გააკეთა, რომ თუ კი ერთ-ერთი მათგანი ცხოვრობს ეკლესიურად, დაიცავს დიდ მარხვას, ნიტყვის აღსარებას, მეუღლესთან ამ მარხვის განმავლობაში არ იქნება ურთიერთობა და ყველა წელს დაიცავს, მაშინ ესეთ ადამიანს მიეცემა ესე იგი ზიარება გამონაკლისის სახით. გვაინტერესებს ცოტა რამ სასულიერო პირთა ხარისხების შესახებ. როგორ, ესე იგი, მივმართოთ მათ და როგორ მივესალმოთ. სასულიერო, ასე რომ ვთქვათ, პირებს სხვადასხვა ხარისხი გააჩნიათ, მოგეხსენებათ, ეკლესიაში კაცრად დაცული არის იერარქია. როგორც ზეციური ანგელოზები არიან, ესე იგი, იერარქიულად განლაგებულები, ასევე ამ ეკლესიაშიც მსგავსად არსებობს სხვადასხვა ხარისხები, საფეხურები. ძირითადად გამოიყოფა უკაცრავად სამი ხარისხი. ეს არის ეპისკოპოსის, ანუ მღვდელმთავრის ხარისხი, მღვდლისა და დიაკნის ხარისხი. მათ შორის კიდევ არის დანაყოფები. უმდაბლესი ხარისხი ალბათ არის დიაკნობა, დიაკვანი ერთგვარი ღვთისმსახური არის, რომელიც ეხმარება მღვდელს წირვის ღვთისმსახურების აღსრულებაში. მას დამოუკიდებლად არ შეუძლია საიდუმლოების შესრულება და დამოუკიდებლად არ შეუძლია წირვის ასე ვთქვათ ჩატარება და ასე შემდეგ. მღვდელი არის ჩვეულებრივ ღვთისმსახური, რომელსაც ხელისწიფება საიდუმლოების აღსრულება და მღვდლობაში არის სხვადასხვა ხარისხები. აი მღვდელი, შემდეგ მოდის დეკანოზი, ესე იგი ეს მღვდელზე მაღალი საფეხური არის და შეიძლება იყოს აგრეთვე პროტოპრესვიტერი, რომელიც შეიძლება იყოს ერთი, ესე იგი ეკლესიაში. ეს არის ასე რომ ვთქვათ, ის სამღვდელოება, რომელსაც გააჩნია ოჯახი, ასე რომ ვთქვათ, ამ მხრივ შეიძლება გამოვყოთ, ესე იგი, ოჯახიანი სამღვდელოება და გამოვყოთ, ესე იგი, ბერმონაზონთა, ესე იგი, დაასი ცალკე. თეთრი და შავი სამღვდელოება, ესე პირობითად შეიძლება დავყოთ. თუ კი ადამიანი ხდება ბერი, ეს თავისი სურვილისამებრ აღიკვეცება, შემდეგ ის შეიძლება მან მიიღოს, ესე იგი, ბერმა იგივე ხარისხები, რაც
ჩვეულებრივ სამღვდელო პირმა გახდეს ბერდიაკვანი, შემდეგ გახდეს მღვდელმონაზონი, იგივე მღვდელი იყვნენ ბერი, ბერადაკვეცილი, შემდეგ შეიძლება გახდეს იღუმენი, შემდეგ არქიმანდრიტი და აი ამით თავდება სამღვდელო ხარისხები. შემდეგ ხდება ხელდასხმა ეპისკოპოსად, ანუ მღვდელმთავარი, რომელიც მართავს გარკვეულ ეპარქიას, რომელშიც შედის ეკლესიები, რომელსაც ექვემდებარებიან სხვა ღვთისმსახურები. მღვდელმთავრის ხარისხები შეიძლება იყოს ეპისკოპოსი, მთავარეპისკოპოსი, მიტროპოლიტი და შემდეგ მთლიანად ერთი, ასე ვთქვათ, მამამთავარი მთლიანად ერისა, ერთი სამოციქულო ეკლესიისა, ეს არის პატრიარქი. ესე იგი, პატრიარქს ემორჩილება მთელი ეკლესია, ამ შემთხვევაში თქვენ იცით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდეს დომატარესი ილია მეორე. საქართველოში არის 27 ეპარქია, ესე იგი, ტერიტორიულად, ესე იგი 27 ზონად, ასე რომ ვთქვათ, არის დაყოფილი საქართველოს ტერიტორია, რომელსაც აი ამ თითოეულ ზონას ეწოდება ეპარქიები. ჩვენ ახლა მოგეხსენებათ ვართ ურბნისისა და რუისის ეპარქიაში, რომელიც მოიცავს ზოგადად ხაშურისა და ქარელის რაიონებს. მისი მმართველი არის მოგეხსენებათ ურბნისისა და რუისის მთავარეპისკოპოსი იობი. აი ესე თითოეულ ეპარქიის მმართველს თავისი ტიტული გააჩნია იმ ადგილის მიხედვით, სადაც ის იმყოფება, იმ კათედრის მიხედვით და ეპისკოპოსი, ესე იგი, აი ამ ეპარქიის ზედამხედველი არის. პატრიარქი მთლიანად მთელი საქართველოს. ესე იგი, ესეთი არის 27. თითოეულ ეკლესიას აგრეთვე თავისი წინამძღვარი ყავს. შემდეგ შეიძლება იყოს ერთ ეკლესიაში ერთი მოძღვარი, ორი, სამი ან რამდენიმე და ასე შემდეგ. ეხლა როგორ მიმართოთ ღვთისმსახურს? მიმართავთ ღვთისმსახურს აი დიაკვნიდან დაწყებული მდულობის ხარისხებით დამთავრებული, ვიდრე ეპისკოპოსობამდე, ანუ მღვდელმთავრის ხარისხამდე მამაოთი. აი ესე იგი, ესეთი წოდება მამაო გააჩნია. ხოლო ეპარქიის მმართველს უკვე მღვდელმთავარს და ასე შემდეგ მაღლა მიმართავთ მეუფე. როდესაც დავუშვათ ღვთისმსახურს ხვდებით, როგორ მივესალმოთ? ჩვენ ერისკაცები ერთმანეთს, ესე იგი, გამარჯვებას უსურვებთ და ესე ვესალმებით, მაგრამ ღვთისმსახურის შემთხვევაში სხვაგვარად ხდება. როდესაც ღვთისმსახური ხდება, მიუხედავად იმისა, სად არის ან ქუჩაში, დავუშვათ თუ ეკლესიაში, ასე შემდეგ, უნდა მივმართოთ მას, ესე იგი, ჩვეულებრივ ლოცვა-კურთხევის ნიშნავთ, ესე ხელებს ერთმანეთზე დავიდებთ, გადავაჯვარედინებთ, თავს მოუხვრით და ვეტყვით დამლოცე მამაო, თუ კი მღვდელი არის, ან და ესე იგი დამლოცე მეუფე, თუ კი არის, ესე იგი, ეპისკოპოსის მღვდელმთავრის ხარისხში. დაუშვებელია, აი არ არის გამართლებული, ну, სხვაგვარი სახით ღვთისმსახურისადმი მისალმება და ღვთისმსახური დაგლოცავს და ჩვენ, ესე იგი, აი ამ დღეს უფლის მადლი და წყალობა ნამდვილად, ესე იგი, არ მოგვაკლდება. სწორედ ზოგადად აი ამ კითხვებზე მინდოდა თქვენთვის პასუხი გამეცა, ალბათ მრავალი სხვა შეკითხვა გაინტერესებდა, კარგი იქნება თუ კი თქვენ აი წერილობის სახით შეგვეხმიანებით, მოგვაწვით იმ კითხვებს, რაც თქვენ გაინტერესებდა, ჩვენ შევეცდებით, ესე იგი, აი ამ ტელეეკრანის საშუალებით აუცილებლად ჩვენი შეძლებისამებრ კონკრეტული პასუხები გაგცეთ. ღმერთმა დაგლოცოთ და გისურვებთ სულიერ წარმატებას ეკლესიურ ცხოვრებაში.